საღამოშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? ვიმედოვნებ, რომ ყველანი კარგად და მშვიდად გრძნობთ თავს. დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გაშლა და მანამდე სანამ დავიწყებ, გეტყვით, რომ დღეს და ხვალ მხოლოდ მაქვს 50%-იანი ფასდაკლება. 20 წუთიანი გაშლები იქნება, ნებისმიერი კითხვა შეგიძლიათ დამისვათ. ნახევარ ფასად 50 ლარად. სერომ ვისაც გნებავთ, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე 591-16-33-35. WhatsApp-ზე ან Viber-ზე მომწერეთ მეგობრებო. მხოლოდ დღეს და ხვალ იქნება. დავიწყოთ ჩვენი გაშლა. ჯერ გავიგოთ რა ენერგიებში იმყოფებით ახლა, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ. და შემდეგ რას მოგიტანთ ეს აგვისტოს თვე. გავიგოთ. ვინც ახლა უყურებთ ამ ვიდეოს, რა ენერგიებში იმყოფებით. ჩემი მჩხილები არ შემჩნიოთ, გადავწყვიტე შილაკისგან დავასვენო, ამიტომ ასე გამოიყურება. მეგობრებო, ვერ ვიტყვი, რომ ცუდ ენერგიებში ხართ, პირიქით. აი, ხო გეტყვით ზუსტად. ანუ გარედან ხალხის თვალში და გარედან ცდილობთ, რომ საკმაოდ კონტროლირებადი იყოთ, ემოციებს კარგად აკონტროლებთ. მეგობრებთან ერთად დადიხართ ერთობით, კარგ დროს ატარებთ. ასევე საკმაოდ ისეთი ჩანხართ გარედან, აი ბწყინავთ რაღაცნაირად, მიუწვდომელი ხართ ვიღაცებისთვის. თითქოს თან ისეთი პერიოდი გაქვთ, რომ რაღაცნაირად გაჩერებული ხართ, ისვენებთ. შეიძლება მართლაც, რადგან ეს აგვისტოს თვეა, უმრავლესობა ახლა მიდის დასასვენებლად და მართლაც ისეთ სიტუაციაში ხართ, რომ აი დასვენების სურვილი გაქვთ, ან უკვე ისვენებთ და არაფრის გაკეთების სურვილი არ გაქვთ. ამჟამად გარედან ნამდვილად ჩანხართ ესე კონტროლირებადი, ემოციებს კარგად ფლობთ, აკონტროლებთ, საკუთარი თავი მოგწონთ, ეგოც ცოტა კარგად გაქვთ განვითარებული, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან ხართ ერთობით, რაღაცა ესეთ სიტუაციაში, შეიძლება შორგზაზეც ხართ წასულები, არ ვიცი. სამყაროს, გარე საზოგადოების თვალით ძალიან ესეთ კარგ ენერგიებში იმყოფებით, მაგრამ არის მთავარი. თქვენი შინაგანი ენერგია არის საკმაოდ დათრგუნული. ცხრიანის ხმლებში ხართ მეგობრებო. მიზეზს ახლა აქ, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლი და ვერ გავაჟღერებ ესე საჯაროდ. რის გამო შეიძლება იყოთ, ყველას თქვენი მიზეზი გაქვთ ასეთ მდგომარეობაში, რომ ხართ შინაგანად. მაგრამ თქვენი შინაგანი მდგომარეობა არის უძილო ღამეები. არის ბევრი ფიქრი, ნერვიულობა, განცდა. არ ვიცი, აქ საკმაოდ ეჭვები არ იცით რა იქნება რაღაც საკითხთან დაკავშირებით, განცდით ძალიან კონკრეტულ საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ გარედან ასე, იმიტომ თქვი, რომ აკონტროლებთ ძალიან თქვენს ემოციებს, შინაგანი მდგომარეობა საკმაოდ ვერ გაქვთ კარგად. თქვენი მენტალური ჯანმრთელობა ცოტა საკმაოდ რთულად არის მეგობრებო, ბევრი უამრავი ფიქრი, აი ესე დახვეული გაქვთ რაღაცნაირად, ბუზებივით გეხვევიან ეს ფიქრები და თან გაწვალებენ ძალიან, ვერ იცილებთ თავიდან. ღამეებიც არ გძინებთ შეიძლება ზოგიერთებს.
ერთადერთი პლუსი ის არის ამ სიტუაციაში, რომ თქვენ იცით, რომ ეს ამჟამად ხდება ეს ყველაფერი და გამოსწორებადია, მალე გამოსწორდება, წინ რომ იყურებით, იმედი გაქვთ მეგობრებო, რომ რაღაც მზე გამოვა, გამოანათებს, გათენდება, ხო? ყოველთვის არ იქნებით ასეთ მდგომარეობაში. აი ეს ძალიან დიდი პლუსი გაქვთ ასეთ ენერგიებში მყოფებით და იმედი გაქვთ ნამდვილად, იმედოვნებთ, რომ აი არკანის ისეთი გვაქვს აქ ხმლების 9, აი ყურეთ თენდება. კი, ასეთ რთულ მდგომარეობაში ხართ, მაგრამ აი წინ რაღაცას ხედავთ მაინც, რომ იმედი გაქვთ, რომ გამონათდება და გათენდება და ახალი დღე დაიწყება და ახალი სიტუაციები იქნება თქვენს ცხოვრებაში და ეს ტკივილი და ამდენი ნერვიულობა, რასაც ახლა განცდით, იცით რომ სამუდამო არ არის და დასრულდება. ამიტომაც გაქვთ იმდენი ძალა, რომ აკონტროლებთ ამ რთულ და ესეთ დამძრგუნვალ ემოციებს შინაგანად რაც გაქვთ. ესეთ ენერგიებში იმყოფებით ამჟამად თქვენ ვინც ამ ვიდეოს უყურებთ მეგობრებო. კარგი, რას მოგიტანს აგვისტოს თვე? რას მოგიტანთ აგვისტოს თვე? ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, რას მოგიტანთ აგვისტოს თვე? კარგი, რას მოგიტანთ აგვისტოს თვე? აი, ესეთ ენერგიებში იმყოფებით, ახლა გასაგებია, წაღან რაც ვთქვი, შინაგანად ვიღაცებთან უფრო მძაფრად გამოიხატება ეს ყველაფერი, მეგობრებო, ძალიან ბევრი ფიქრი, დეპრესია, გაურკვევლობა, შფოთვები და შიშები გაქვთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და რაღაცა დოზით ილუზიებშიც იმყოფებით. შეიძლება აი ეს ყველაფერი რა შინაგანი ემოციებიც გაქვთ თქვენ თქვენი წარმოდგენების ფონზე და რეალურად არც არაფერი არ ხდება ისეთი, რომ აი თქვენ ასეთ ძალიან რთულ მდგომარეობაში იყოთ შინაგანად. ძალიან ხშირად გვემართება ხოლმე, ხო, ეს გეცნობათ ალბათ ეს სიტუაცია, რომ რეალობა უფრო სასიკეთოა, ვიდრე ჩვენი განცდები. ჩვენ წარმოვიდგენთ მომავალში აი ამას რა შეიძლება მოყვეს, ასე რომ იყოს, ისე რომ იყოს და აი ამის ფონზე, ამდენი ფიქრების ფონზე ვარდებით დეპრესიაში, გაურკვევლობაში, შიშები გვაქვს. ეს არის ერთგვარი ცოდვა უფლის წინაშეც, რომ ჩვენ არ გვაქვს იმედს ვკარგავთ მომავლის იმედს თითქოს, ხო, რაღაცნაირად და აი ამ მდგომარეობაში ხართ ახლა თქვენს. რაღაცა ილუზიურად ესე წარმოდგენილი გაქვთ მომავლის პროგნოზი თქვენს გონებაში ესე დასახეთ, რაღაცა შეიძლება პრობლემატური სიტუაცია გაქვთ ამჟამად და ამას აყვა თქვენი ფიქრები, რომ აი ეს ახლა დაუშვათ ვიძახი რა მაგალითად ვამბობ, რომ გაგრძელდეს ასე რა მოყვება ამ ყველაფერს, ასე რომ იყოს, ისე რომ იყოს, ღმერთო რა იქნება მომავალში, თქვენთვის მომავალი სრულიად სიბნელეა, გაურკვევლობა, არ იცით რა მოყვება ამ ყველაფერს. ნუ მოკლედ ეს არის თქვენი შინაგანი, ასე ვთქვათ, აყოლებული ფიქრებს ხართ აყოლებული ეს overthinking-ს რომ ვეძახით ხოლმე ესე გავრცელებული სიტყვა კაცრავად მომიწია გაჩერება. და აი ამდენ ფიქრებში, გაურკვევლობაში ხართ თქვენი რაღაცა წარმოდგენებით, მეგობრებო. თქვენ წარმოიდგინეთ რაღაცა სიტუაცია დახატეთ თქვენს გონებაში და ამისვე გჯერათ თქვენ თვითონ და მერე თავს იტანჯავთ. ტყუილ უბრალოდ. რაც არ მომხდარა, იმაზე ნერვიულობთ წინას. წარმოგიდგენთ, აი ორი სიტყვით რომ ვთქვა. და თქვენი რეალობა და სინამდვილე უფრო მყარია, მეგობრებო, უფრო ისეთი დამიწებული, ასე ვთქვათ, რეალობა უფრო მეტად
სტაბილურია, ვიდრე თქვენ გაქვთ წარმოდგენილი ეს ყველაფერი რაღაცა მომავალში. ეს სიტუაცია, რასაც თქვენ ფიქრობთ და განიცდით, შეიძლება საერთოდაც არ მოხდეს. მაგრამ ამ წუთას ასეთ ენერგიებში იმყოფებით. კარგი. რას მოგიტანთ ეს აგვისტოს თვე? გასაგებია, რომ ამ მდგომარეობაში ხართ ასეთ ენერგიებში ახლა, მაგრამ აგვისტოს თვე რას მოგიტანთ რეალურად? რა შედეგს მიიღებთ აგვისტოში? ძალიან კარგი პროგნოზი მაქვს, მეგობრებო. არ ვიცი, ვინ რას ნერვიულობთ, რას განიცდით, ხო? ზოგადად ვამბობ, კიდევ განმეორდები, რომ არ დავასახელებ ესე საკითხს კონკრეტულად, იმიტომ რომ ყველასთან სხვადასხვა იქნება. რას მოგიტანთ აგვისტოს თვე? პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ აი ის ეხლა რა მდგომარეობაშიც ხართ, ეს აღარ გამეორდება. არ ვიცი, რაღაცა გადაწყვეტავთ, რომ გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან, მოკლედ მოქმედებაზე გადახვალთ. ახლა თუ დაუშვათ, არაფრის გაკეთების სურვილი არ გაქვთ, როგორც წეგან აღნიშნე, ხო? გაჩერებული ხართ, შეიძლება დასვენება გინდათ და ასე შემდეგ. ახლა თუ არაფრის გაკეთების სურვილი არ გაქვთ და თავისუფლება მიეცით, რომ აი ამ ფიქრებში და ამ უბედურებაში იყოთ, აგვისტოს თვეში ძალიან ესეთი სწრაფი ენერგია არის, საკმაოდ ხა ვერ ვიტყვი, დროში გაწერილი იქნება. ძალიან მალე უკვე აგვისტოა და ფაქტობრივად შეიძლება უკვე დაწყებული გაქვთ აი ეს მდგომარეობა, ვისაც არა, ძალიან მალე დაგეწყებათ, გადახვალთ მოქმედებაზე, რომ თქვენ დაასრულოთ თქვენი აი ესეთი სიტუაცია, რაშიც იმყოფებით შინაგანად, რა თქმა უნდა, და რო აღარ განმეორდეს, რო აღარ განიცადოთ, აი ეს განცდები რომ აღარ გქონდეთ შინაგანად. აი ეს სიტუაცია იმდენად რთულია თქვენთვის და დარწმუნებული ვარ, ყოველთვის გაურკვეველი სიტუაცია ყოველთვის რთულია, რომ გადაწყვეტთ მოგბეზრდეთ თითქოს ეს ყველაფერი და გადაწყვეტთ, რომ დაასრულოთ და აი აბსოლუტურად ახალი ფურცლიდან დაიწყოთ თქვენი ცხოვრება, თქვენი რეალობა და ეს უბრალოდ შეკავებული ემოცია კი არ იქნება, აი დაუშვათ როგორც ფონად თქვი ხო, წეღან აი თქვენს ენერგიებზე რომ საუბრობდი, რომ იკავებთ ამ ემოციებს, თქო, ეს შეკავებული ემოციები კი არ იქნება, კი გარეთ აღარ გამოუშვებთ, ეხლაც არ უშვებთ, მაგრამ გექნებათ რაღაცა დოზით ემოციები, მაგრამ თქვენ იმუშავებთ ამ ყველაფერზე. ყველაზე კარგი პროგნოზი არის აი ეგ, რომ თქვენ იმუშავებთ თქვენს შინაგან მდგომარეობას, რომ გამოხვიდეთ აი იქიდან, რაშიც იმყოფებით ახლა, რაც შინაგანად გჭამთ, გდრგუნავთ, ამას სხვა ვერ ხედავს, მაგრამ თქვენ შინაგანად ნადგურდებით, ასე ვთქვათ. ამ ყველაფერს გადაწყვეტ, რომ დაასრულოთ და აღარ განმეორდეს თქვენს რეალობაში ეს ყველაფერი. გადაწყვეტავთ, რომ იმუშაოთ თქვენს თავზე, მოკლედ. ხო, ასევე ფონი არის ისეთი იეროფანტი, ყურეთ, უკანაც ძალიან დიდი გულის ტკივილი, ტრანსფორმაცია, არ ვიცი რის გამო გტკივათ გული და რატომ ხართ ასეთ დღეში, მაგრამ იცოდეთ, რომ აი ეს იეროფანტი, რაც გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან, იმას ნიშნავს. და გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან ვინმე ადამიანი თუნდაც უფალთან ღმერთთან დაახლოვება, თქვენს ღმერთთან დაახლოვება, თქვენს უფალთან დაახლოვება, მასთან საუბარი, როგორც ადამიანთან ისე საუბარი და თუნდაც ის რომ საკუთარ თავთან საუბარი. ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს და ესეც ძალიან გამოგიყვანთ ამ მდგომარეობიდან. ყველა სხვადასხვა სიტუაცია გექნებათ, რა თქმა უნდა, ვიღაცა ფსიქოლოგთან მივა, ვიღაცა კოუჩთან, ტაროლოგთან და აი ვიღაცა ეკლესიაში მივა მოძღვართან, ვისაც ენდობა და თქვენ აი მათი დახმარებით და მათთან საუბრით
გამოხვალთ აი ამ მდგომარეობიდან, რაშიც ახლა იმყოფებით. ამას მოგიტანთ აგვისტოს თვე და ძალიან კარგი პროგნოზია მეგობრებო, გილოცავთ. ვისაც ჯერ არ გაქვთ ეს პერიოდი დაწყებული, ძალიან მალე დაგეწყებათ და თქვენს, რა თქმა უნდა, თქვენი ქმედებებით უნდა შეუწყოთ ხელი, რადგან თავისით არაფერი არ მოგვარდება, ვიცით ალბათ უკვე. კიდევ რას მოგიტანთ აგვისტოს თვე? ძალიან მეგობრებო, რას მოგიტანთ კიდევ აგვისტოს თვე? აი უყურეთ. და ზოგადად ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, კიდევ გამმეორდები სიტუაციიდან წამოსვლას, ან უკვე წამოსული ხართ იმ სიტუაციიდან, რაც უკვე არაფერს აღარ გაძლევდათ, მეგობრებო, რაც ძალიან ცუდად გხდიდათ პირიქით და გყინავდათ ერთ ადგილზე, აი გაჩერებული იყო თქვენი ცხოვრება, ვერ ვითარდებოდით თქვენ თვითონ და აი ესეთ რაღაცა ჩამოკიდებულ მდგომარეობაში იყავით ამ სიტუაციაში. აი ამის დასრულებას და ამ ყველაფრის ემოციებით კი არა, აი ცივი გონებით შეხედვას. გადატანას აი ამ ნეგატიური სიტუაციის გამოცდილება და აღქმას რა, აი თქვენ აღიქვავთ ამ სიტუაციის გამოცდილებად და სიბრძნედ აქცევთ ამ ყველაფერს, რომ თქვენ გამოცდილი ხართ ამ სიტუაციაში და თქვენ ცხოვრებაში მეორედ ასეთი მდგომარეობა აღარ გამეორდება, რადგან საკმაოდ ძვირი დაგიჯდათ ეს ყველაფერი თქვენ. თუმცა პლუსი აქ ის, რომ თქვენ უკვე გააქვთ გამოცდილება და უფრო ცივი გონებით უყურებთ ამ სიტუაციებს და სხვანაირი თვალით უყურებთ უკვე და უფრო ფიქრობთ გონებით და არ მოქმედებთ ემოციებით. რას მოგიტანთ აგვისტოს თვე და მოგიტანთ სრულიად რაღაცა ახალი ეტაპის დასაწყის თქვენს ცხოვრებაში. თქვენს ცხოვრებაში სრულდება აი გულგატეხილობის სამიანის ხმნები ამოვიდა მეგობრებო ციკლი. გულგატეხილობის სიტუაციები, ანუ შეიძლება ძალიან ხშირად გქონდეთ ხოლმე ის მომენტი, რომ როგორ ვთქვა, ხშირად დაეცით, ასე ვთქვათ. ხშირად გეტკინეთ, ბევრჯერ გეტკინეთ გული და ეს აგვისტოს თვე ამ თვიდან ყოველ შემთხვევაში იქნება აი ამ სიტუაციების, აი ამ ციკლის დასრულება თქვენს ცხოვრებაში და თქვენ რაღაცნაირად აი ისეთ ენერგიებში, ცეცხლოვან ენერგიებში გადადიხართ. აქამდეც კარგ ენერგიებში იყავით, ვერ ვიტყვი, რომ თქვენი თავი არ მოგწონდათ ან საკუთარი თვით შეფასების პრობლემა გქონდათ, ეს არა, მეგობრებო, რაღაცა გარე ფაქტორების გულის ტკივილი ამ პოზიციაში ესეა. და ეს გულის ტკივილები სრულდება თქვენს ცხოვრებაში და გადადიხართ ძალიან ენერგიულ, ცეცხლოვან ენერგიებში, ასე ვთქვათ, იქნებით ძალიან უფრო მეტად თავდაჯერებული, ქარიზმატული, მხიარული, აი რაღაცნაირად ისეთი კრეატიული, შეიძლება ვიღაცას ბავშვურიც მოეჩვენოთ, ან თქვენი შინაგანი ბავშვი განავითაროთ და წინ წამოწიოთ და არ იყოთ მხოლოდ რაღაცა ესე ყოველდღიურობაზე ორიენტირებული და არ ცხოვრობდეთ ერთფეროვანი ცხოვრებით. საკმაოდ ისეთი ენერგიები მომდის ცეცხლოვანი. შეიძლება ძალიან კარგი მოსაუბრე, ძალიან კარგი მეგობარი, აი რაღაცა ესეთი ყველას გარო გამოგარჩევთ ადამიანი, აი ესეთ ენერგიებში გადახვიდეთ. და ესეც ძალიან კარგი პროგნოზია მეგობრებო, გილოცავთ, აქ კიდე რა შეიძლება რომ ითქვას. ასევე ვიტყოდი იმას, რომ ვიღაცებთან შეიძლება იყოს რაღაცა ახალი სიტუაციების დასაწყისი.
თავიდან დაწყება რაღაცის ხო ხვდებით, აი სწავლის თუნდაც ურთიერთობის თუნდაც არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ რაღაცის თავიდან დაწყების სიტუაციები გქონდეს და აი ამანაც უფრო მეტად შეგიწყოთ ხელი, რომ აი ასეთ ძალიან კარგ ენერგიებში გადახვიდეთ და დაიმუხტოთ დადებითით მუდმივად. კიდევ რას მოგიტანთ აგვისტოს თვე, ერთხელ კიდევ ვიკითხავ. ვინც პირველად მიყურებთ, გეტყვით, რომ მე არ მაქვს ვარიანტები, მაგრამ აი ესე ერთი და იგივე კითხვას ვსვავ ბევრჯერ და ვცდილობ, რომ ყველამ რაღაცა თქვენი დაიჭიროთ ამ გაშლაში. კიდევ რას მოგიტანთ აგვისტოს თვე. რას მოგიტანთ კიდევ აგვისტოს თვე და ახლა რა ცხოვრებისეულ სფეროშიც გაქვთ რაღაც საზღვრების დაცვა, აი თავის დაცვის პოზიციაში ხართ თითქოს რაღაც ეგეთ სიტუაციაში, რომელ სფეროშიც გაქვთ ეს მდგომარეობა, მეგობრებო, იცოდეთ, რომ აი ამას ვფიქრობ უფრო რაღაც ურთიერთობები ჩანს აქ უფრო მეტად. აქ გეწყებათ აგვისტოს თვიდან უფრო მეტი რომანტიული და ემოციური პერიოდები, უფრო ისეთი შეიძლება ვიღაც ადამიანი გამოჩნდეს ისეთი თქვენს ცხოვრებაში, ვინც დაგინახავთ ისეთსაც, როგორიც ხართ. შეიძლება არის უკვე ესეთი პიროვნება თქვენს ცხოვრებაში უბრალოდ შორს ხართ, მაგრამ იყოს ამ ადამიანის თქვენთან მოსვლა. შეიძლება ცოტა ასაკიც პატარა იყოს ეს პიროვნება, მაგრამ არც ისე რაღაცა სხვაობა ჩანს თქვენთან, თუმცა ეს ადამიანი გხედავთ თქვენ ნამდვილ იმპერატრიცაც. რეალურად როგორიც ხართ ისეცას. ან უკან კი არ გხევთ ურთიერთობაში, პირიქით წინ წაგიყვანთ და უფრო მეტად დაგანახებთ საკუთარ ღირებულებებს ეს პიროვნება. იმიტომ რომ მას აქვს ოცნება თქვენზე. ოცნებობს თქვენზე ეს პიროვნება, რომ მოვიდეს, აი ესე რაღაცნაირად იმპულსურად, ემოციებით, რომანტიკით, რაღაცა შეხვედრა გქონდეთ. და ზუსტად აი ეს მომენტები გექნებათ ამ პიროვნებასთან აგვისტოს თვეში. ძალიან კარგი. დაგემშვიდობებით ახლა მეგობრებო. წარმატებულ დღეებს გისურვებთ. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. დროებით.